YouTube ბლოგერი, რომელიც ონესტების სახელით არის ცნობილი, პარანორმალურ მოვლენების მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი. მის გარშემო არასდროს მომხდარა რამე ისეთი, რასაც ლოგიკურ ახსნას ვერ მოუძებნიდა. თუმცა ერთ დღეს მისმა სკეპტიციზმმა სერიოზული გამოცდა გაიარა, როდესაც მის საძინებელში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ ისეთი რამ დააფიქსირა, რის უგულებელყოფასაც უბრალოდ ვეღარ შეძლებდა. ღია კარის მიღმა გამოჩნდა პატარა ბნელი მოხაზულობა, რომელიც წინ უკან მოძრაობდა. ზოგიერთ მომენტში ეს ჩრდილი თავს წააგავს, რომელიც ნელა-ნელა ზემოთ-ქვემოთ მოძრაობს. თითქოს ვიღაც ან რაღაც დახრილი დგას დერეფანში. ბიჭი კი დაჟინებით ამტკიცებს, რომ არ ჯულები ყავს და არ ჩინაური ცხოველები. გარდა ამისა, მისი თქმით, ჩაწერის მომენტში სახლი სრულიად ცარიელი იყო. ამ კადრების გადაღების შემდეგ მას ერთი შეგრძნება არტოვებს. განცდა იმისა, რომ საკუთარ სახლში მარტო აღარ არის. ერთ გვიან საღამოს, მას შემდეგ რაც ქალის სახელად თამი მანქანით სახლთან გაჩერდა და გარეთ გადმოვიდა, მისი ყურადღება მაშინვე მიიპყრო უცნაურმა მოვლენამ, რომელიც გზის მეორე მხარეს ხდებოდა. ამ რაღაცის მოძრაობა საოცრად უცნაური იყო, სრულიად განსხვავებული ყველაფრისგან, რაც მას ოდესმე ენახა. და საბედნიეროდ ჩვენთვის, მისმა უსაფრთხოების კამერამ ეს ყველაფერი ვიდეოზე დააფიქსირა. გზის მოპირდაპირე მხრიდან მომდინარე სინათლე მისი ყურადღება მიიქცია და როდესაც უფრო ყურადღები დააგვირდა, მივხვდა, რომ ეს სინათლე უბრალოდ ჰაერში არ იყო. როგორც ჩანდა, ის რაღაც ფიგურას ეკუთვნოდა. ბნელი მოხაზულობა 4 კიდურზე მოძრაობდა, შემდეგ კი ნელა-ნელა წამოიმართა და გაჩერდა. თითქოს გარემოსაკვირდებოდა. რამდენიმე წამის შემდეგ ის კვლავ 4 ფეხზე დადგა და სიარული გააგრძელა. ქალმა დღემდე ვერ შეძლო იმ რაღაცის ახსნა, რაც დაინახა. ერთი რამ კი ცხადია, სავარაუდოდ მან საკმაოდ ახლოდან დაინახა უცნაური არსება. ან კიდევ მის მეზობელს ღამის საათებში ძალიან საინტერესო გასართობი აქვს. TikTok-ზე არსებობს გვერდი სახელად Dogs House 23, რომელსაც ერთი ქალი აწარმოებს. ქალის თქმით, მისი სახლის შესაძლოა შეპყრობილი იყოს, რადგან ხშირად ეუფლება შემაძრწუნებელი განცდა, რომ მასთან ვიღაც ან რაღაც არის. და საბოლოოდ, მისაღებ ოთახში დამონტაჟებულმა კამერამ ნამდვილად შემზერავი რამ დააფიქსირა. ოთახში მოლევლივე მცირე ზომის მბრწყინავი სხეული შეიმჩნევა, რომელიც წინ და უკან აუჩქარებლად მოძრაობს. სრულიად მოულოდნელად მან სწრაფად შეიცვალა ტრაექტორია და მარჯვნივ პირდაპირ ძაღლისკენ გაიჭრა. შინაურმა ცხოველმა მაშინვე იგრძნო უცხო სხეულის მიახლოება. დივნი და შეშინებული წამოხდა და მაშინვე დატოვა ტერიტორია. თუმცა შენობაში გამოვლენილი ეს მკრთალი ამოუცნობი ნათება არაფერია იმ მოვლენასთან შედარებით, რაც მოგვიანებით ქალის ეზოში კამერამ დააფიქსირა. ვიდეო ჩანაწერის მარცხენა ქვედა კუთხეში მოულოდნელად რაღაც იდუმალი შავი სილუეტი გამოიკვეთა. ერთი შეხედვით შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ როდესაც ვიდეოს სინათლეს მოუმატებთ, აშკარად ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მან კამერის არსებობა იგრძნო, რადგან მაშინვე უკან ბნელ კუთხეში მიიმალა. ყველაზე შემზარავი კი ის დეტალია, რომ ამ არსებას მკაფიოდ აქვს ადამიანის ფორმა. თუმცა სახის ნაკვთები ან რაიმე სხვა ფიზიკური მახასიათებლები საერთოდ არ უჩანს. ნანახმა სახლის მეპატრონე შოქში ჩააგდო. მას დღემდე წარმოდგენა არ აქვს, თუ ვინ დაძრობობდა მის ეზოში. კაცი სახელად აბელი 1954 წელს აშენებულ ძველ სახლში Wi-Fi-ს აყენებდა. არც სახლის პატრონი და არც სხვა თანამშრომლები იქ არ იყვნენ. ცარიელ სახლში მხოლოდ ის იყო და სრული სიჩუმე იდგა.
თუმცა როცა ერთ-ერთ ოთახში საქმეს აკეთებდა, ეს სიჩუმე წყნარმა ჩურჩურმა დაარღვია. აბელს შიშისგან ტანში ჟურვანტელმა დაუარა. მან მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა, რომ ეს ყველაფერი გადაეღო. მოგვიანებით ეს ვიდეო თავის ცოლს დესტინის აჩვენა, რომელმაც შემდეგ TikTok-ზე ატვირთა. როგორც კი ვიდეო ვიწყება, ოთახში რაღაც საშიში და უცნაური ხმა ისმის, რომელიც თითქოს არსაიდან მოდის. შიგნით მის გარდა არავინ იყო, მაგრამ ხმა ისე ახლოდან გაისმა, თითქოს ვიღაც პირდაპირ მის გვერდით იდგა. მან მაშინვე კამერა მიატრიალა, რომ იქაურობა გადაეღო და ზუსტად იმ მომენტში იგივე ხმა ისმის, რომელიც ამბობს მიშველეთ. მისი სახიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ ძალიან შეეშინდა. მიუხედავად ამისა, როგორღაც მაინც მოახერხა თავის შეკავება და წებულის საქმე ბოლომდე მიიყვანა და როგორც კი მუშაობა დაასრულა, ეგრევე თავისი მანქანისკენ გავარდა. TikTok-ზე ახალბედა დედა, სახირად ელი, ხშირად ურთავს თავისი ყოველდღიურობის ვიდეოებს, სადაც უმეტესად მისი საყვარელი პატარა ჩანს. ერთ დღეს, როცა ცოლ-ქმარი ბავშვს ეთამაშებოდა, ელიმ ტელეფონი იქვე დადო, რომ ეს თბილი და მხიარული მომენტი სამახსოვროდ გადაეღო. თუმცა ის, რაც ამის შემდეგ ხდება, ქალი ძალიან შეაშინა და შოკში ჩააგდო. უბრალოდ უყურეთ. სანამ ბავშვი სასრიალოზე ერთობოდა, მოულოდნელად ერთ ადგილას გაშეშდა, თითქოს რაღაც დაინახა. მზერა ერთ წერტილზე გაეყინა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, გეგონება ოთახში მათ გარდა კიდევ ვიღაც იყო. სახეზე ღიმილი ეგრევე გაუქრა და მთელი ყურადღება იმისკენ მიმართა, რაც მათ სიახლოვეს იმალებოდა. ელიმ შვილის თხოვა, რომ ასე აღარ ექნა. ეს კი ალბათ იმაზე მიანიშნებს, რომ ბავშვი მსგავს რაღაცეებს ხშირად ამჩნევს ხოლმე. ქალმა სახელად როუზმა ძალიან მძიმე ამბავი შეიტყო. მისმა ბიძამ თავი მოიკლა. ამის გაგების შემდეგ ცრემლები ვეღარ შეიკავა და მწარე დადირდა. მოგვიანებით, როცა ცოტა დამშვიდა და სული მოითქვა, თავის ქმარს ვიდეოზარით დაურეკა სალაპარაკოდ. საუბრის დროს კაცმა შეამჩნია, რომ ცოლის ზურგს უკან რაღაც ძალიან უცნაური რამ ხდებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა ეკრანის ჩაწერა დაეწყო. ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, მართლა შემზარავია. როუზის ზურგს უკან მისი თმის ნაწილი ჰაერში აიწია, გეგონება ვიღაცამ ხელი მოჰკიდა. ამ საშიშმა მომენტმა ქალი ისე დააფეთა, შიშისგან თვალები გაუფართოვდა. აშკარად იგრძნო, რომ უკან ვიღაც ან რაღაც იდგა. ეგრევე მიიხედა, დარწმუნებული იყო, რომ იქ ვიღაცას დაინახავდა, მაგრამ ოთახი სრულიად სარიელი აღმოჩნდა. მისი ქმარი საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა. ნანახმა შოკში ჩააგდო. ლაპარაკი რომ გააგრძელეს, ამ რაღაცამ ქალის თმებით თამაში კვლავ დაიწყო. ამ საშინელმა მოვლენამ როუზი ძალიან შეაშინა და დააბნია. საერთოდ ვეღარ ხვდებოდა რა იფიქრა. ნუ თუ ეს მისი ბიძა იყო, რომელიც ასეთი ფორმით ცდილობდა მასთან დაკავშირებას. ამასობაში ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. თუ ეს ასე იყო, გთხოვთ რომ არ დაგეზაროთ და ლაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გამორჩეთ მორიგის საინტერესო ვიდეოები. მეკიდროებით და გემშვიდობებით. ნახვამდის.